კარდიოქირურგიაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და თანამედროვე მიდგომებზე საქართველოსა და მსოფლიოში ვისაუბრებთ უკვე ჩვენს დღევანდელ სტუმრებთან ერთად. თორნიკე სოლოღაშვილი, ექიმი კარდიოქირურგი, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა გულის ქირურგიის გაყოფილების ხელმძღვანელი და ზვიად ბახუტაშვილი, ასევე ექიმი კარდიოქირურგი, ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. და მადლობა რომ ხართ დღეს ჯანდაცვის სტანდარტის სტუმრები. მოგესალმებით, ჩვენს ტელემაყურებელს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა თანხმობისთვის, რომ ამ გადაცემაში იღებთ მონაწილეობას და პირველი კითხვით ყოველთვის ტრადიციულად სტუმართან გადავდივართ ბატონ ზვიად და თუ შეიძლება ბატონ თორნიკეს შევეკითხებით, რომ მოგეხსენებათ, რომ 21 საუკუნეში, მე-20 საუკუნის ბოლოს 21 საუკუნეში ინტერვენციულმა კარდიოლოგიამ და კარდიოქირურგიამ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა. თქვენ უკვე დიდი ხანია მოღვაწეობთ ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში ევროპაში და მსოფლიოში და რას გვეტყვით ზოგადად რა დაავადებებზე, გულის რა დაავადებებზე კეთდება ძირითადად ოპერაციები და როგორია სტატისტიკა დღეს მსოფლიო? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა კითხვისთვის. ესე იგი, ფაქტიურად გულსისხლძარღვთა დაავადებები დღევანდელმა კარდიოქირურგიამ სრულად მოიცვა. არ დარჩა პათოლოგია, რასაც ვერ მკურნალობთ ქირურგიულად. თორნიკე სოლოღაშვილი არის ექიმი, კარდიოქირურგი. განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლონეთსა და შვეიცარიაში. არის საქართველოს, შვეიცარიის და ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის აქტიური წევრი. იგი მუშაობს როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა გულის ქირურგიაში და ამჟამად ხელმძღვანელობს ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა გულის ქირურგიის განყოფილებას. დაცული აქვს დისერტაცია ჟენევის უნივერსიტეტში და იკავებს დოცენტის პოზიციას. თორნიკე ცნობილია საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე კომპლექსური გულის მანკების მკურნალობის მიმართულებით. მას ხშირად იწვევენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და საავადმყოფოებში სასწავლო საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად. ასევე ყოველწლიურად ორ ჰუმანიტარულ მისიას ატარებს აფრიკის ქვეყნებში და რეგულარულად სტუმრობს საქართველოს სამუშაო რეჟიმში. მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი და ქირურგიული ვიდეო. აქტიურად არის ჩართული რეზიდენტების სწავლების პროცესში. ერთადერთი ახლა რასაც ვთქვათ, ქირურგიით ვერ უშველით, ეს არის უშუალოდ კუნთის დაავადება, როცა კორეგირება ვერ ხერხდება და ამ შემთხვევაში არის უკვე ეს ჩანაცვლებითი თერაპია, ანუ ხელოვნური სისხლის დამხმარე აპარატები, ნაწილობრივი გული, სრული გული და გულის გადანერგვას თავისთავად. დანარჩენი სხვა პათოლოგიები უმეტეს შემთხვევაში ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას და იქ სადაც ვთქვათ ქირურგია ნაკლებ ეფექტურია, გვეხმარება უკვე ეს ტექნოლოგიები და ინტერვენციული კარდიოლოგია, რაც ანუ კარდიომიოპათიის დროს ჯერჯერობით ვერაფერს კარდიომიოპათიის დროს არა, როდესაც უჯრედულ დონეზე გვაქვს პრობლემა, ეს რჩება პრობლემად. ნუ გარდა იშვიათი ფორმებისა, რაც არის მწვავედ განვითარებული და მკურნალობის ფონზე შეიძლება აალაგდეს, არის ესეთი ფორმების კარდიომიოპათიის. თუმცა ისეთი მწვავე ფორმები ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ან დილატაციური იდიოპათიური, რომლებიც არ ექვემდებარება კუნთი უკვე თავის ამ აღდგენას, ამ შემთხვევაში არსებობს ნაწილობრივი დამხმარე პარკუჭი ან სრული ხელოვნური გული, რომელიც ძალიან დაიხვეწა ამ ბოლო პერიოდში და კარგ იმედებს იძლევა. მსოფლიო სტატისტიკა თუ არა, იგივე თქვენს მაგალითზე კლინიკის ან შვეიცარიის მაგალითზე რამდენი ოპერაციას აკეთებთ გულზე ვთქვათ? კეთდება. სტატისტიკა მეტნაკლებად თანაბარია განვითარებულ ქვეყნებში, იმ ქვეყნებში, სადაც წვდომა ადვილია, პაციენტებს წვდომა ადვილი აქვთ კარდიოქირურგიაზე და მედიცინაზე. სხვადასხვანაირად ითვლება დიდებში და ბავშვებში. მოზრდილებში ეს არის დაახლოებით 1000 ოპერაცია მილიონ მოსახლეზე. და ბავშვებში არის დაახლოებით 0.8% ცოცხლად შობილი ახალშობილების წლის განმავლობაში. ანუ თუ ვივარაუდებთ, რომ ვთქვათ, გვაქვს საქართველოში 50,000 შობადობა,
ბოლო წლების სტატისტიკა დაიწყო, მაგრამ მაინც მაგალითებში ხო, აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 500 ბავშვს შეიძლება საქართველოში დასჭირდეს გულის თანდაყოლილ მანგზე ქირურგიული ჩარევით. ჩვენ პრინციპში ნაწილობრივ შევეხეთ საქართველოს სტატისტიკასაც, თუმცა უფრო დეტალურად. რა მდგომარეობა გვაქვს ბატონო ზვიად დღეს ქვეყანაში? დინამიკაში რამდენად ან მზარდია, ან პირიქით შემცირების დინამიკა არის ამ მიმართულებით? როგორი არის დღეს მდგომარეობა და მათ შორის საინტერესო არის, რამდენად ხელმისაწვდომი არის ზოგადად აი ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური დარგი მოსახლეობისთვის? საინტერესო ისეთი და უკვე რიტორიკული კითხვა არის საქართველოში. ზვიად ბახუტაშვილის პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მოზრდილთა კარდიოქირურგია. ჩატარებული აქვს 6500-ზე მეტი ოპერაცია და დანერგილი აქვს რამდენიმე ინოვაცია საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ბახუტაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გულის ქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 10000-ზე მეტი ოპერაცია გულზე და 13 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს გულის მინი-ინვაზიურ ოპერაციებში. ზვიად ბახუტაშვილი ინოვატორია აორტის ქირურგიასა და გულის სარქველების რეკონსტრუქციაში საერთაშორისო მასშტაბით. და ასევე იგი არის საერთაშორისო პროექტორი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილებით. ის ავტორია საქართველოში კორონალური შუნდირების პირველი წარმატებული ოპერაციის, რომელიც 1993 წელს ჩატარდა. იგი 2009 წლიდან დღემდე გახლავთ გულის ქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი. ასევე ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფესორ ზვიად ბახუტაშვილს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ასევე გერმანიაში, პატრუაცინგენის გულის ცენტრში, ტუბინგენის უნივერსიტეტში, ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში. პროფესორი ზვიადი არის ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის სტიპენდიატი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გულის ქირურგიაში. ამასთან ბახუტიშვილი გახლავთ ევროპის გულმკერდის ქირურგიის ასოციაციის წევრი, საქართველოს გულის ქირურგიის ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მონაწილეა საერთაშორისო კონგრესებისა და სიმპოზიუმების. ავტორია გულის ქირურგიის რეზიდენტურის სახელმწიფო პროგრამის და აქვს 35-ზე მეტი რეცენზირებული სამეცნიერო პუბლიკაცია. დავიწყებ მეორე კითხვით, რომ საყოველთაო დაზღვევის პირობებში ძალიან ხელმისაწვდომი გახდა ეს. მე მანამდეც მქონდა აქ აქტიურად, ამ საუკუნეში დავიწყეთ ჩვენ ამ განყოფილებას და სრულად მუშაობთ. და საყოველთაოდე მქონდა რაღაც შეზღუდული რაოდენობები ყოველ თვე თითოეულ კლინიკას, რომელზე მეც ვერ გავაკეთებდით სახელმწიფო თანადაფინანსება. ამ საყოველთაო, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ძალიან დიდი ხელშეწყობა გაუკეთა პაციენტებს იმისთვის, რომ დაუშვათ ამ ცოცხალ რიგში არ დამდგარიყვნენ და ეს რიგი კიდევ შესაბამისად უნდა ყოფილიყო ავტორიტეტული, რომ რაღაცა სხვა რამე არ დაებრალებინა ხალხს. კიდევ, მაგრამ ამ თავისუფლება მეორე ქანქარა მეორე მხარეს გადახარა, იმიტომ რომ რეალურად დღეს ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. არსებობს ფინანსურად რა რაოდენობის თანხა იხარჯება, მაგრამ ეს არის ზოგჯერ კომბინირებული ოპერაცია, ზოგჯერ ერთი იზოლირებული პათოლოგიის კორექცია, მაგრამ ამის სწორი, კარგი დალაგებული აღრიცხვა, რომელსაც ჩვენ რეგისტრი გვინდოდა დიდი ხანი ამისთვის სპეციალისტები ვიბრძვით, რომ ვიცოდეთ რამდენი კეთდება, როგორ კეთდება, რა შედეგები გვაქვს, ამისი ესეთი ზუსტი აღწერა და აღრიცხვა, რომ მე მივცე თავისუფლება და ტყუილი არ გამომივიდეს, რეალურად არ აქვს. ამ საყოველთაო ცოტა მე კიდე ერთი პრობლემა დაამატა, თუ იყო 4-5 კლინიკა საქართველოში კარდიოქირურგია და მილიონ მოსახლეზე ევროპაში ერთი კლინიკა არის, გერმანიას 93 მილიონს 78 მოქმედი კლინიკა აქვს დღესდღეობით. ჩვენთან ეს დაკვირვით 3 მილიონზე რამდენი გვაქვს? ერთი პერიოდი იყო 32 ლიცენზია კარდიოქირურგიის. ეხლა ცოტა ნაკლებია, მაგრამ 20-25-მდე არის მაინც. ანუ ძალიან ბევრია და რეალურად ეს აღრიცხვიანობასაც უშლის ხელს. სავარაუდოდ ხარისხსაც უშლის ხელს და სამომავლო კადრების ზრდას, იმ გამოცდილებას, რასაც დაუშვათ ზოგჯერ არის სიტუაცია, როდესაც გული მწყდება, რომ ეს რამდენიმე კაცმა უნდა ნახოს, იმიტომ რომ მე 10 წლები დამჭირდა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყავი და ეს მენახა და არის იშვიათი შემთხვევები, რომელსაც აუცილებლად გაზიარება ჭირდება იმისთვის, რომ კიდე ისინი მათ ეს ზრდა გააგრძელონ. ცოტა პრობლემურია.
იგივე ახლა შვეიცარიაში რამდენი 10 მილიონია შვეიცარია ხო მოსახლეობა. რამდენი კარდიოქირურგიული კლინიკა იქნება იქ დაახლოებით? მთლიანად თუ არ ვცდები არის 18 კერძო კლინიკებიანად და ბავშვთა კარდიოქირურგიის ლიცენზია აქვს 4 საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. იქ არსებობს კიდე ცალკე ლიცენზირება მაღალ სპეციალიზირებული მედიცინა, მედიცინურ სპეციალიზაციას ექვია. ეს სტატუსი არის საჭირო და ენიჭება ისეთ ნოზოლოგიებს, ისეთ დარგებს, სადაც 1000-ზე ნაკლები ოპერაცია კეთდება წელიწადში. ჩვენთან კეთდება ბავშვები 250 ოპერაციას ვაკეთებთ პედიატრიულს და დაახლოებით 350 დიდებს და დაახლოებით საერთო ჯამში 1000 რაღაცა 1100 გვაქვს სისხლძარღვებიანად, იმიტომ რომ ერთად ვართ პერიფერიული სისხლძარღვები, დიდების კარდიოქირურგია და ბავშვთა კარდიოქირურგია შედის ერთ სტრუქტურაში და ერთი გუნდი მუშაობთ ამაზე. ბატონ თორნიკე, ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ ახლა რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური დარგია, რომელმაც ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ბოლო 10 წლების განმავლობაში. აი ახლა რას ველით კიდე და მე დარწმუნებული ვარ ახლა ჟენევაში თქვენს ერთხელ მომეცა საშუალება ძალიან ალბათ 20-25 წლის წინ თქვენი კლინიკა დამეთვალიერებინა, მაშინ თქვენ იქ არ ბრძანდებოდით. და აი რა ველით 21 საუკუნეში რას მივახციეთ ახლა რომ თქვენ უკვე ბრძანეთ რომ თითქმის ყველა გულის თითქმის ყველა დაავადებაზე შეიძლება ქირურგიული ჩარევა. რას ველით ახლა 21 საუკუნეში რა განვითარდება ეს? თქვათ იგივე რობოტული ქირურგია, რომელიც ფართოდ იგივე ჰიბრიდული და ასე შემდეგ. რას ველით რომ უფრო აუხსნათ მოსახლეობას? ესე იგი, აი როგორც აღნიშნეთ, ხო კარდიოქირურგია სადღაც 50-იან წლებში დაიწყო 1952 წელს პირველი სისხლის ხელოვნური მიმოქცევა და სხვათა შორის თანდატყოლილი მანკებით დაიწყო, რამაც მერე საფუძველი ჩაუყარა დიდების გულის ქირურგიის განვითარებას ასე და ერთ-ერთი დარგია, რამაც მართლაც აი ამ დაახლოებით 70 წელიწადში ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა და ასევე უამრავი კვლევა არსებობს, რაც აჩვენებს, რომ კარდიოქირურგიის არსებობა და განვითარება ავითარებს მთლიანად მედიცინას. მაგალითად აი ესეთი განვითარებად ქვეყნებში, იქ სადაც კი იხსნება კარდიოქირურგია, ფეხს იდგავს, ამას მიყვება მთელი მედიცინა, იმიტომ საჭიროა იქ დიალიზის ქონა, საჭიროა ნევროლოგია, საჭიროა კათეტერიზაციის ლაბორატორია და ასე ვთქვათ, მთელ მედიცინის დონეს წევს მაღლა. ეს საქართველოს მაგალითად შეიძლება ითქვას, როცა გაჩნდა საქართველოში პირველი კარდიოქირურგია და დაიწყო მაღალტექნოლოგიური, მაშინვე მედიცინას ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, წინსვლა ჰქონდა. რაც შეეხება ახლა რას უნდა ველოდოთ, რაღაც პრობლემები არის, რაც არის გადაუჭრელი. მაგალითად ანტიკოაგულაციის პრობლემა და მექანიკური სარქველები. ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი და შვება თუ ერთ დღეს მივალთ ისეთ მექანიკურ სარქველზე, რომელსაც არ დაჭირდება ანტიკოაგულაცია, ან ისეთ ანტიკოაგულანტს გამოვიგონებთ, რომელიც უკვე არსებობს რაღაცეები, როგორც მოიხსენებათ, მედიკამენტები, რომელიც ეფექტური ანტიკოაგულანტებია, მაგრამ არ აქვს აპრობაცია მექანიკურ სარქველებზე. ეს არის ერთი მიმართულება, რაზეც მიდის დიდი მუშაობა, რომ ფარმაცია განვითარდეს და თვითონ ეს სარქველები, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს პაციენტების და მეორე არის პრობლემები, სადაც გვაქვს თქვათ უფრო ბავშვთა ქირურგიაში, როდესაც ბავშვები იბადებიან სისხლძარღვების ან სარქველების განუვითარებლობით. დღემდე რასაც ვიყენებთ თქვათ ბიოლოგიურ ქსოვილებს, ხარიდან, ცხოველურ ქსოვილებს, მაგრამ ეს არ არის ცოცხალი ქსოვილები და წლების მერე გვიხდება გადაგვარება და ამათი თავიდან შეცვლა არის საჭირო. და აი ამ მიმართულებითაც მიდის ძალიან ბევრი მუშაობა და ინტენსიური მუშაობა, რომ მივახციოთ იმას, თქვათ, აი ეს ბიოლოგიური ქსოვილი, რისი ჩანერგვაც მოხდეს ამისი ანუ უჯრედებისგან განთავისუფლება ეს უკვე ხდება და მერე რომ ადამიანის ცოცხალი უჯრედები დაიფაროს, თქვათ, აი მარტივად რომ ვთქვათ, სარქველი გვაქვს ორფრთიანი და ერთი ფრთა არის დაზიანებული და აი ამის შეცვლა გვინდა. და ეს რომ შევცვალოთ და უკვე ცოცხალი ქსოვილით, რაც პაციენტის ქსოვილით დაიფარება, ანუ რაც გადაჭრის სამუდამოდ პრობლემას და აღარ დაგვჭირდება მერე ამისი ჩანაცვლება.
და თბილისიდან წარმოშობილ დამეთანხმება ზვიადი კარდიოქირურგებს, რომელმაც დიდი როლი ითამაშეს ბავშვთა მე ახლოს ვიცნობდი მხოლოდ ბატონ ლადო ალექსმესხიშვილს მქონდა ეს ბედნიერება და ბევრჯერ ვარ მასთან ნალაპარაკები სწორედ იმ საკითხებზე და კარგია რომ ქართველები ტონს აძლევენ ბავშვთა კარდიოქირურგიის განვითარებას. მურაკოვსკიც თბილისელია. იმიტომ თქვი თბილისისგან წარმოშობილი. კი ბატონო, დიდი ავტორიტეტი ბრძანდებოდა ბატონ ლადო ჩვენს დარგში, საქვეყნოდ ცნობილი ევროპაში და საერთაშორისო მასშტაბით. ტექნოლოგიებზე ვისაუბრეთ ჩვენ და საინტერესოა საქართველოს მიმართულებაც, რამდენად სწრაფად ვუწყობთ ხელს ამ ახალ ტექნოლოგიებს, იგივე რობოტული ქირურგია იქნება თუ მინიმალურად ინვაზიური, რაც უფრო მეტად და სწრაფად ვითარდება. საქართველოს აი ამ გლობალურ ტენდენციაში რამდენად მორგებულია როგორც ქვეყანა? ეს რობოტული ქირურგია ცოტა უფრო ესეთია მოდური სიტყვა, ვიდრე კარდიოქირურგიაში დიდად გამოყენებადი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლამდე, ეხლა არ ვიცი, მაგრამ ბოლო წლამდე გერმანიის არც ერთ კლინიკაში კარდიოქირურგიაში რობოტული ქირურგია არ გამოიყენებოდა. თუმცა ჩეხეთში იყო. ეს შეიძლება მარკეტინგული. და რობოტული ქირურგია თუ არ არის უროლოგიასთან ერთად, კარდიოქირურგები კვირაში ერთ დღეზე მეტად ვერ ტვირთავენ ამ ძვირადღირებულ აპარატს. ამიტომ ეს გარკვეულ საუნივერსიტეტო კლინიკას და რაღაცა თანა ზიარობას და ერთად კოლაბორაციას მოიცავს. არსებობს, ამიტომ მე ერთი წუთით არ ვფიქრობ, რომ მე ამ რობოტული ქირურგიის წინააღმდეგ ვარ, მაგრამ ამ რობოტული ქირურგიით ბევრად უფრო ხანგრძლივი არის და დღეს მინიინვაზიური ჩარევებით შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად, იაფად და ეფექტურად ამ ოპერაციების გაკეთება. ჩვენ მე მგონი აღმოსავლეთ ევროპაში პირველებმა დავიწყეთ მინიინვაზია. ფართოდ აქვს დანერგები მინიინვაზია და რო დავიწყეთ მე გერმანიაში 10-მდე კლინიკა აკეთებდა მხოლოდ ამას და უკვე მე-14 წელია მინიინვაზიას ვაკეთებ. ესეთი ევროპის მასშტაბით საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. ძალიან კარგი მეთოდია კონკრეტული დაავადებების და კონკრეტული პაციენტების შემთხვევაში არის საკმაოდ ესეთი ნაკლებად ტრამვული და ეფექტური. თუმცა მას ახლა მორგება უნდა ყველა კონკრეტული პაციენტისთვის და პერსპექტიულია რა თქმა უნდა. აქვე უკვე ძალიან მოდაში შემოდის ეს არ არის კარდიოქირურგების საკითხი, მაგრამ აი კათეტერით იმპლანტირებული სარქლები, ასევე ან კორეგირებული, კლიპირებული. მოკლედ მედიცინა ძალიან დიდი ნაბიჯებით ვითარდება. პროგრესი არის უფრო ჯერჯერობით ისეთი კვლევებში, ნაწილი კლინიკაში, ნაწილი კიდევ ელოდება ამ კვლევებს. საკმაოდ მიმართულება ამ განვითარების გარდა იმისა, რომ არის ეფექტურობა, ასევე არის მეორე ადგილზე უკვე ეფექტურობის შემდეგ დგას ნაკლები ტრავმატიზაციით ამ იმის გაკეთება დახმარების. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, აი ბატონო თორნიკე მახსენა ანტიკოაგულანტური თერაპია, რომელიც ასაკში კიდევ უფრო პრობლემური ხდება, იმიტომ ეს მექანიკური სარქველი თუ ჩაიდგა, მე იმის გამოცვლა კი შესაძლებელია, მაგრამ გეგმიურად არა, ანუ პრობლემა თუ არ შეექმნა, არც ერთი ჭურათყოფელი ამ სარქველს თავისინებით არ გამოცვლის. და ამის ალტერნატივა არის თვითონ საკუთარი სარქლების აღდგენა, თუ არის ამისი რესურსი შერჩენილი და ძალიან მაღალი პროცენტი გვაქვს ჩვენ თავისი შორეული დაკვირვებებით და კიდევ არის რაღაც საკუთარი ქსოვილებით ოპერაციები. იცის ბატონო თორნიკემაც ბავშვებში ეს ცოტა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა დროთა განმავლობაში, თუმცა დიდებში საკმაოდ დიდი ნაბიჯებით ვითარდება და საინტერესო გახდა მთელ მსოფლიოში. ეს არის პერიკარდისგან გაკეთებული, საკუთარი პერიკარდისგან, გულის პერანგისგან გაკეთებული სარქლები და მაგით ჩვენ მე მგონი ყველაზე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლიდერი პოზიცია გვიჭირავს ჩატარებული სამუშაოებითაც და შორეული შედეგებითაც. აი, და ბატონი ზვიადი ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ მეგობრები ვართ ძველი და ხშირად, დაწყებიდან მას შემდეგ რაც საფუძველი ჩაეყარა ჩვენთან, ახალ, ასე ვთქვათ, კარდიოქირურგიას ასე ვამბობ ხოლმე. ბატონ თორნიკე, ყველას აინტერესებს და ბევრს კითხულობთ ხოლმე, გულის გადანერგვის პერსპექტივებზე, ხომ? და ეხლა თქვენი კლინიკა ალბათ ერთ-ერთი სამყაროა და გულის გადანერგვაც კეთდება დარწმუნებული ვარ და კიდე ის ახალი ტექნოლოგიები რაც შემოდის, ეგრეთ წოდებული. აი რა
მიმართულება, რაზეც საუბრობენ ახლა ქსენოტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით, ანუ არა ადამიანის გულის ერთის ხრივი, 3D ბეჭდვასთან დაკავშირებით ორგანოების და კიდევ ამ ტიპის რა განვითარებას ამ თვალსაზრისით პროგნოზირებენ, ან უკვე არის თუ არა ამის გამოცდილება. ხელოვნურ თქვა სხვა იმაზე დამხმარე მოწყობილობებზე უკვე ის თქვით მოკლედ და ცოტა გაგვიშალოთ ეს საკითხი. კი ბატონო, მოგახსენებთ, რაც შეეხება, ესე იგი, შვეიცარიის მოწყობა პოლიტიკურ ეკონომიკური მოგეხსენებათ, როგორ არის ხო ეს ავტონომიური ერთეულებია და შესაბამისად ხდება გადანაწილება რაღაცეების, ისე მოხდა ბოლო 20 წლებში, რომ რაღაცა ორგანოები ჟენევაშია, რაღაცა ორგანოები არის ვოს კანტონში, ლოზანაში, ამიტომ თირკმელი, ღვიძლი, პანკრეასი ჩვენთან არის და გული და ფილტვი არის ლოზანაში. ამიტომ როცა ყავს პაციენტი, მივდივარ. ერთი ადგილია შვეიცარიაში თუ ჟენევის ფრანგულ ნაწილში, ასევე გერმანულ ნაწილშიც იგივე პრინციპით მუშაობენ, ურთიერთთანამშრომლობაა ეს კანტონებს შორის. როცა ყავს პაციენტი, მე იქაც ლოზანაშიც ვაკეთებ ოპერაციებს, ჩვენ საერთო ცენტრი ვართ, ასე ვთქვათ და იქ მივდივარ და იქ ვაკეთებ ხოლმე გულის გადანერგვას. ღვიძლი ჟენევაშია, ღვიძლის გადანერგვაშიც ჩართული ვარ, იმიტომ ბავშვების ერთადერთი ცენტრია შვეიცარიაში იმ მიზეზის გამო, რაზეც საუბრობდა ბატონი ზვიადი, რომ ყველაფრის კეთება არ შეიძლება და რაღაცა ნორმები და სტანდარტები უნდა იყოს დაცული. ხო, რაც შეეხება ამ ხელოვნურად გაზრდილ ორგანოებს, როგორც მოგეხსენებათ, იყო ამის პრეცედენტი, როცა თირკმელი გადაინერგა და რამდენადაც მახსოვს, პირველი 1 წლის განმავლობაში ძალიან კარგად ფუნქციონირებდა ეს გადანერგილი თირკმელი, რომელიც ხელოვნურად გაზარდეს ლაბორატორიაში. მიდის ლაბორატორიული კვლევები გულზეც, თუმცა ჯერ კიდევ იმდენად რთულია ამისი დახვეწა ტექნოლოგიურად, იმდენ რესურსს მოიხმარს, შეუძლებელი არ არის, მაგრამ იმდენ რესურსს მოიხმარს, რომ ამას ფართო ხმარებაში ამისი ჩაშვება ჯერ შორეული პერსპექტივა, იმიტომ რომ ძალიან დიდ სამუშაოსთან, თანხებთან და ასე შემდეგ არის კავშირში, თორემ ეს ფაქტი დაფიქსირდა, კი ბატონო. პეტროზიათ, აუცილებლად მინდა გკითხოთ, ვიდრე ძალიან საინტერესო საუბარს დავასრულებდეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, კარდიოქირურგიაში, ჩვენს ქვეყანაში, რა დახმარების ნაწილში სჭირდება ქვეყანას, თუ არის აი ამის საჭიროება? პირველი თემას გავაგრძელებდი. რა თქმა უნდა, 3 მილიონ მოსახლეზე გაწევრად სტატისტიკურად 15-20 პაციენტი ესაჭიროება გადანერგვა და აქამდე ბელორუსში დადიოდნენ. ეხლა ეს მექანიზმი არ ვიცი რამდენად ფუნქციონირებს და ფუნქციონირებს, მაგრამ მეც გავუწიე უკეთესი იყო, ხო, ადრე წინა წლებში უფრო კარგად ფუნქციონირებდა. აქ ძალიან კარგი ნიშაა გამოთავისუფლებული ამიერკავკასიაში. ჩვენ შეგვიძლია ამიერკავკასიის მასშტაბით გავაკეთოთ ეს ტრანსპლანტოლოგიის თემა დაიძრას, ამას სახელმწიფო უნდა ჩაუდგეს სათავეში, იმიტომ რომ რა სჭირდება ამას, რომ დაიძრას ეს თემა? ნება, მერე გუნდი და შემდეგ კოლაბორაცია ჩვენ მეზობლებთან. და ეს საკმაოდ პოლიტიკურადაც ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი ერთიანობისთვის, იმიტომ რომ ერთი საისა გვაქვს ჩვენ სამყოფელი და ძალიან სასარგებლო იქნებოდა და საქმისთვის იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ დღეს ჩვენთან ორივე მხარე, ორივე მეზობელი უფრო თამამად ჩამოვიდოდა ამ საქმის ამ დახმარებისთვის. ინტელექტუალურად საქართველოში არის ამის საკმარისი რესურსი. ეხლა ეს დღეს რო დავიწყოთ, რა თქმა უნდა, რამდენიმე წელი დაჭირდება ამის ბოლომდე მიყვანას, მაგრამ თუ იქნება ამის ნებელობა, აუცილებლად ეს ამან შეიძლება ძალიან კარგი შედეგი გამოიღოს. გარდა მაგისა, ეს გზას გაუხსნის სამედიცინო ტურიზმს, რომელიც ამის პოტენციალი საკმაოდ დიდია საქართველოში და თუ გადავხედავთ, რომ ჯერ კიდევ საქართველოში არიან რუსულად მოსაუბრე ექიმები, ამ პოსტსაფრთა სივრცეში ერთი ყაზახეთშია საკმაოდ კარგი მედიცინა განვითარებული და ბელორუსში მეტი
საკმაოდ პრობლემურად არის ჩვენი მედიცინის განვითარება. უზარმაზარი ასპარეზი არის იმდენად დიდი, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც სასარგებლო იქნება, არა თუ კარდიოქირურგია გახდა დარგი, რამდენადაც მე თვალყურს ვადევნებ, რის გამოც უკვე ავადმყოფები თითქმის აღარ გადიან უცხოეთში. ანუ აი სწორედ იმ სწორმა პოლიტიკამ, რაც თავის დროზე განხორციელებული იქნა, გახსოვთ ზუსტად ეს დრო, გადაწყვიტა ის პრობლემა, რომ თუ ეხლა ძალიან არ არის მონდომებული ადამიანი, აღარ გადის, იმიტომ რომ ყველა ის დახმარება თითქმის შესაძლებელია იქ, ან ჩვენი კოლეგები, რომელიც თანამემამულები, რომლებიც კიდევ შეიძლება მოგვეხმარონ ადგილზე. მე მგონი ეს თუ შეიძლება პატარა კომენტარს გავაკეთო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც აღნიშნა ბატონო ზვიადმა და ეს კითხვა სწორედ და ეს დარგი, იმიტომ რომ ეს რჩება ის ნაწილი კარდიოქირურგიის, რაც არ არის საქართველოში. რაც აკლია ქართულ კარდიოქირურგიას, გადანერგვა, რაღაცა 1-2 დამხმარე ის ჩაიდგა, მაგრამ დამხმარე მოწყობილობებს არ აქვს პერსპექტივა და შინაარსი თუ უკან არსდებს თუ თან არსდებს გადანერგვის პროგრამა. გადანერგვის პროგრამისთვის გული, როგორც მოიხსენებათ, სასიცოცხლო ორგანოა და ამისთვის საჭიროა გვამური გადანერგვა. თორე თირკმელი კეთდება, ღვიძლი კეთდება საქართველოში, ანუ ცოცხალი დონორი რაც შეიძლება რომ იქნას გამოყენებული. როგორც ვიცი, საკანონმდებლო ბაზაც არსებობს გვამური გადანერგვისთვის, უბრალოდ საჭიროა ნება საზოგადოების მხრიდან, სხვადასხვა ინსტანციების მხრიდან, ვისაც რეპუტაცია აქვს და ეთქმის სიტყვა, რომ მოდით შევჯერდეთ ამაზე, რომ თუ სხვაგან კეთდება მსგავსი რელიგიის და კულტურის ქვეყნებში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, ეს არ არის მავნებლობა, ეს არის პირიქით სიკეთე. ადამიანის გადარჩენა და მეორე ადამიანის ნაწილობრივ ცოცხალი რჩება, ხო? ახლა ამაზე კარგი რა უნდა მოხდეს იმ ტრაგიკულ სიტუაციაში, ხო? ბოლო კითხვა ბატონ თორნიკე, რომელიც დიასპორის ყველა წარმომადგენელს ვაძლევთ ხოლმე ჩვენს ჯანდაცვის გადაცემაში ტრადიციული კითხვა. უკვე 15 წელია როგორც ბრძანეთ მოღვაწეობს უცხოეთში, აი თქვენს ქვეყანას როგორ უდგეხართ გვერდში და რა პროექტებს გეგმავთ ან ახორციელებთ, მოკლედ რო გითხრათ. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში რაც შემიძლია, ეს არის ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება, მაქსიმალურად ვცდილობ. ეხლა ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს გახავთ. ამ წუთას დავამთავრე ოპერაცია, სანამ თქვენთან წამოვიდოდი, ყოველთვის ვცდილობ წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ მაინც ჩამოვიდე. როგორც პაციენტების დასახმარებლად, ასევე კოლეგებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე ჩემი კოლეგები, ახალგაზრდები, ვისაც აქვს სურვილი, მათი კარი ღია ასევე ჟენევაში, სტაჟირების ამაღლებისთვის და პერიოდულად მსტუმრობენ და ასევე არიან პაციენტების რაღაც გარკვეული მძიმე ჯგუფი, რომელსაც უფრო ცოტა მეტი რაღაც დახმარება ჭირდებათ, ვიდრე ჩვენ აქ ხელი მიგვიწვდება და ამ პაციენტებისთვისაც მაქვს თანამშრომლობა თბილისის მერიასთან გაფორმებული და რომლებიც მკურნალობაც ფინანსდება ჟენევაში, ასე რომ ეს მცირედი რითიც შემიძლია, რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდი სიხარულით და სიამოვნებით. მადლობა პასუხებისთვის და ბატონო ზიად, რომ დავასრულოთ უკვე სურვილებით და რჩევითაც პრინციპში რჩევათ შეგვიძლია კარდიოქირურგიის მეტად განვითარებისთვის. თქვენი სურვილი რა იქნებოდა და რა რჩევას მისცემთ? ჩვენს ქვეყანაში. მე ვთვლი, რომ ალბათ უნდა წავიდეს ისეთი პოლიტიკა, რომ მოხდეს გამსვლელება კლინიკების. იმიტომ რომ ბევრად უფრო კოლეგიალურად და სწორად ხდება გადაწყვეტილება. მაგალითად, ჩვენთან, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებ, ყველა დოკუმენტი, ყველა მასალა ციფრული არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორც ჩემი გამოცდილი ქირურგებისთვის, ასევე რეზიდენტებისთვის, რომლებიც ასე დგანან და სწავლობენ, გვერდში გვიდგანან, გვეხმარებიან. და ჩემი ძირითადი მოთხოვნა არის ეს, რომ ყველა დამოუკიდებლად გაეცნოს ამას, იმიტომ რომ შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს. შესაბამისად, რაც უფრო მაღალი კვალიფიციური ექიმებით იქნება დაკომპლექტებული და დიდი იქნება გუნდი, რაიმე ისეთი თუნდაც პატარა შეცდომის გაპარვის შანსი ბევრად უფრო კლებულობს, ვიდრე ერთოიმიანი სოლოთი, როდესაც ერთ ადამიანზეა დამოკიდებული ყველა გადაწყვეტილების მიღება და გაკონტროლება.
და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და განვითარების თვალსაზრისითაც ყველაზე ბევრად უკეთესი იქნებოდა. შესაბამისად, როცა დიდი განყოფილებები იქნებოდა, ახალი ტექნოლოგიების მიღებაც ბევრად უფრო გაუმარტივდებოდა. ეს კერძო საავადმყოფო იქნება თუ სახელმწიფო, ვინაიდან დატვირთვა მოიმატებდა, შესაბამისად უფრო ანუ მკაცრი სელექტივიზმი. წესრიგი და დისციპლინა საბოლოო ჯამში დადეს ავაზე. როგორც აი 10 მილიონი მოსახლეობაზე 18 ბრძანა ხო? და ჩვენთან 3 მილიონზე რამდენი? ბევრი. ერთ-ერთი ეგ არის, რომ რაც შეიძლება ძლიერი ამსხვილება ცენტრები, სადაც უკეთესად გაიზრდება ახალი თაობა და მომავალი თაობა და თქვათ ადამიანური რესურსი. გარკვეული კონკურენციაც იქნება და ეს კონკურენცია ცუდი სიტყვა არ არის, ეს არ არის საგინებელი სიტყვა. ეს ჩვენ უნდა მივიღოთ, რომ ჩვენ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გვაბარია და არ უნდა გვეუხერხულებოდეს, რომ ვიღაცა გვერდზე შეიძლება კონკურენტი იქნება თუ ახალგაზრდა კაცის მიერ რჩევა ან შენიშვნა ისა ღმერთები ნუ კარდიოქირურგებს კი მგონია თავისი თავი ღმერთები, მაგრამ საჭირო რომ 25 განყოფილების გამგე და დეპარტამენტის უფროსი არსებობდეს, ხო? ახლა შეიძლება ერთად იმუშაონ ერთ ადგილზე რამოდენიმე ქირურგმა, სადაც იქნება ძლიერი გუნდი, იქნება 24 საათიანი სერვისი, რომელიც მიიღებს დისექციას, რომელიც მიიღებს ენდოკარდიტს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხა იქ მაგალითად ევროპაში არის უწყვეტი სერვისი, არის მორიგეობის სია, ისი არა იშვებულებაშია ეს კლინიკა დახურულია და სასწრაფო ვერ მიიყვანს და აი ესეთი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ცოტა იუმორითაც და ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაციით. მადლობა. თორნიკე სოლოღაშვილს მასპინძლობდით, კარდიოქირურგს, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ბავშვთა გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი და ასევე ზვიად ბახუტაშვილი იყო ჩვენთან ერთად, კარდიოქირურგი, ჩაბიძის გულის ცენტრის გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მადლობა მათ კიდევ ერთხელ სტუმრობისათვის.